რაც შეეხება ჯანმრთელობის სისტემას და ანუ საყოველთაო დაზღვევას, ჩვენი მშობლების და კერძოდ ჩემი აზრით აბსოლუტურად გაუმართავია და არასრულყოფილია, კერძოდ ჩემი შვილისთვის და არადამაკმაყოფილებელია ის პუნქტები, რაც გაწერილია მასში, ანუ სპეციალური საჭიროებები, რაც გჭირდებათ ჩვენ შვილებს, აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული. და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან სულ სხვანაირად გასაკითხი, მათ გამონაკლისებში აქვთ თავიდანვე თანდაყოლილი და გენეტიკური თავისებურებები, თუმცა სახელმწიფო, რომელიც წარმოადგენს ძირითადად ჩვენ დამცველს ამ შემთხვევაში, ზუსტად ის უნდა ითვალისწინებდეს ჩვენი შვილების საჭიროებებს, იმ კვლევებს, რომლებიც აუცილებელია და რომელიც დაბადებიდანვე აუცილებელია დადგინდეს. თუნდაც დიაგნოსტირება პირველადი, როცა ჩდება ეჭვი, რომ ბავშვი იბადება ამა თუ იმ სინდრომით ან რაიმე პათოლოგიით, დიაგნოსტიკის საშუალებაც კი არ აქვს ძალიან ბევრ მშობელს და ხშირად გადადებულია წლამდე, 2 წლამდე, მე აღარ ვიტყვი იმას, რომ უცხოეთში გაგზავნის საშუალება, ეს კიდევ უკვე ფუფუნება. აი, ამ შემთხვევაში მაინც შეიძლება სახელმწიფო თავისი რაღაცა ელემენტარული ფონდი ან სისტემა ჩამოაყალიბოს, რომელთაც დაეხმარება ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი მშობელია და ოჯახი, რომელსაც არა მარტო ეკონომიკური საშუალება, ინფორმაციის საშუალებაც არ გააჩნია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც სამშობიარო სახლებშივე უკვე იყოს იმის განწყობა და ანუ მზაობა, რომ დააკვალიანონ მშობელი, რა კვლევები დაჭირდება და ნაწილობრივ თუ სრულად არა დაუფინანსონ. თუ რაღაც ნაწილად მაინც იქნება გადაწყვეტილი ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მე ჩვენც ერთად ვიზეიმებთ ამ 1 ივნისს და გაგვეხარდება ჩვენ ჯანმრთელ და ასე ვთქვათ, სწორ გზაზე დაყენებულ ბავშვებთან ერთად. რა ვიცი.